მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ისტორიის გაკვეთილი კვლავ ეთერშია. მე გახლავართ ავტორი, ჟურნალისტი თამარ ბელქანია. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ კავკასიაში რუსეთის იმპერიის მიერ განხორციელებულ ენობრივ პოლიტიკაზე. ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს, ეს გახლავთ ბატონი ლევან ესათია, რომელიც გახლდათ სოხუმის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი. ხოლო ამ ეტაპზე ის გახლავთ აფხაზეთის მთავრობის კულტურისა და განათლების მინისტრის თანაშემწე ენობრივ საკითხებში. მოგესალმებით ბატონო ლევან, დასრულდა სასწავლო წელი ოკუპირებულ ტერიტორია აფხაზეთზე, სადაც უკვე რაულ ხაჯიმბამ განაცხადა რომ მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში, ქართულ სკოლებში, ანუ გალის დაბალ ზონებზეა საუბარი, მომავალი წლიდან ისეთი სახელმძღვანელოები და ისეთი საგნები, როგორიც არის გეოგრაფია და ისტორია, რუსულ ან აფხაზურ ენაზე იქნება სწავლება. ნუ აფხაზური გამოურიცხულია, რადგან ლევანდელმა წელმა აჩვენა, რომ ეს პროექტი ჩავარდა, შესაბამისად ქართველებს, რომლებიც დროებით არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მოუწევთ რუსულ ენაზე მიიღონ განათლება. რაც გარკვეულწილად ვარდება ჩვენი განათლების საერთო სისტემიდან. ანუ ჩვენი საუბრის დღევანდელი თემა, ალბათ მაყურებელიც მიხვდა, აქედან გამომდინარეა. აი თქვენ ადამიანი, რომელიც ძალიან ახლოს ხართ ამ სისტემასთან, იმიტომ რომ თავად იყავით სკოლის დირექტორი, ხართ წარმოშობით აფხაზეთიდან, იცით ეს გარემო, იცით ეს ველი. ფიქრობ თუ არა, რომ აი ეს გარკვეულწილად წერტილს უსვამს აფხაზეთის ოკუპაციას, როდესაც უკვე ენობრივი ინტერვენციაც კი სრულდება. დიდი მადლობა ბატონო თამარ მოწვევისათვის. თქვენ აღნიშნეთ, რომ მომავალი სასწავლო წლიდან იკრძალება გეოგრაფიისა და ისტორიის ქართულ ენაზე სწავლება. დიახ. მართალი გითხრათ, უფრო ზუსტი იქნებოდა, სწორი იქნებოდა, რომ არა მარტო ქართულ ენაზე ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება, არამედ თვით ქართული ენის სწავლებაც იკრძალება მომავალი სასწავლო წლიდან. ეს იგივე აკრძალვა, როდესაც ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას კვირაში 1 საათიღა შეიძლება დაეთმოს. დიახ. ესეც სავარაუდო. დიახ. ხო წარმოიდგინეთ, როდესაც ბავშვი თავის მშობლიურ ენას მხოლოდ 1 საათის განმავლობაში ეწაფება და 1 საათის განმავლობაში აქვს საშუალება მან ისწავლოს თავისი მშობლიური, თუმცა მშობლიურად მას უთვლიან არა ქართულს, არამედ რუსულს. დიახ. რუსულს და არც აფხაზურს. დიახ. გალის რაიონში აფხაზურიც არა. თავის დროზე იყო ასეთი მოთხოვნა ქართველი პედაგოგების მიერ, რომ აფხაზური ენის სწავლება შემოეღოთ ქართულ სკოლებში. დიახ. გალის რაიონის ქართულ სკოლებში. ამაზე უარი ითქვა, იმდენად რამდენადაც არ იყო სათანადო სპეციალისტები, ანუ სახელმძღვანელოები. არც სახელმძღვანელოები იყო და არც სპეციალისტები, რომ აფხაზური ენა ესწავლებინათ. დიახ. აი ამ არგუმენტით უარი ეთქვა ქართული პედაგოგების მოთხოვნებს. აი ახლა კი უკვე ქართული ენაც ფაქტიურად არის ამოღებული მომავალი წლიდან სწავლებიდან. დიახ, გალის ადმინისტრაციის უფროსმა ეს დააზუსტა, დააკონკრეტა და დააკანონა. ბატონმა ნადარაიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე თქვა, აჩვენა ის სახელმძღვანელოები ისტორიის და გეოგრაფიის და მან თქვა, რომ აი აქ რა წერია, ეს ყველაფერი არის ტყუილი, რომ აფხაზეთი არასდროს არ ყოფილა საქართველოს მთლიანობის შემადგენელი ნაწილი. აი თქვენ ადამიანი, რომ თქვენ ხელა სტატუსის მქონე ადამიანს, აი ფიქრობ თუ არა, რომ რაღაც ამას უნდა ქართულმა მხარემ სახელმწიფომ დაუპირისპიროს? რა თქმა უნდა დაუპირისპიროს და აქამდეც უნდა დაპირისპირებოდა და უპირისპირდებოდა, რამდენადაც ეს იყო შესაძლებელი და დღესაც იგივე პოლიტიკა მიმდინარეობს, რამდენადაც შეუძლია ჩვენ სახელმწიფოს იმდენად ეწინააღმდეგება ამ რუსიფიკატორული პოლიტიკის გატარებას მთლიანად აფხაზეთში კი არა, გალის რაიონში. დიახ. იმიტომ რომ აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზე საუბარი საერთოდ არ არის ქართული ენის სტატუსზე. ახლა რა შეუძლია დღეს ქართულ სახელმწიფოს? შეუძლია ერთადერთი აი მოეთხოვოს სხვადასხვა ფორმატში, ჟენევის ფორმატში, მოლაპარაკებების ფორმატში, ბატონო ჩემო, თავის მეგობარ ქვეყნებთან, დასავლეთის ევროპის ქვეყნებთან, დასავლეთ ევროპის ამერიკასთან
და ყოველდღიურად დააყენოს საკითხი აი იმის თაობაზე, აი რეალურად რა ხდება დღეს გალის რაიონში, რა ხდება დღეს აფხაზეთში. ნუ ადამიანის ფუნდამენტური უფლება რომ საკუთარ ენაზე განათლება მიიღოს, ეს დარღვეულია. და არა მარტო ირღვევა, აი იზღუდება ყველანაირად. აი ამის თაობაზე საკითხი უნდა იყოს ყოველთვის აქტივიზირებული. ეს არის დღეს საქართველოს ხელისუფლების იარაღი, თუ შეიძლება ითქვას. და ახლა რაც შეეხება იმას, რომ აი გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დააზუსტა და რაღაცა მე ასე ვფიქრობ და რეალურადაც ასეა, რომ აფხაზები დღეს არ წყვეტენ არც გალის რაიონში და არც დანარჩენ აფხაზეთში, აფხაზეთის არც აფხაზების ბედს, არც ქართველთა ბედს. წყვეტენ იქ რუსები. წყვეტს ამას რუსეთის იმპერია. დიახ. საოკუპაციო რეჟიმი. ხო და რასაც საოკუპაციო რეჟიმი ითხოვს, იმას ასრულებს ახლა მისი სატელიტი, რა თქმა უნდა, დღესდღეობით ის რეჟიმი, რომელსაც მართავს აფხაზეთი თითქოს და მართავს აფხაზეთს. აი თქვენ იყავით სკოლის დირექტორი. რამდენად არის შესაძლებელი, რომ აფხაზებმა ისწავლონ აფხაზური ენა? აფხაზურ ენაზე წარმოებდეს სწავლება სკოლებში. თქვენ გავთხოვდება აფხაზურ სკოლებში, ხო? დიახ. აფხაზურ სკოლებში აფხაზურის სწავლება დღესაც არა არის აკრძალული და მიმდინარეობს დღესაც სწავლება. მაგრამ სრულად არ იყო ამაზე საუბარი, აკრძალვაზე კი არა, სახელმწიფო ენაც იყო აფხაზური ენა თავის დროზე, ჯერ კიდევ საბჭოურ პერიოდში. მაგრამ რეალურად რა ხდებოდა, მოდი ცოტა ისტორიას გადავავლოთ თვალე და იქიდან მოვუყვეთ ამას. აი ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობის დროს, ეს არის 60-იანი, 70-იანი წლები. აი მაშინ საბჭოთა იმპერია ატარებდა ესეთ პოლიტიკას, საგანმანათლებლო პოლიტიკას. აფხაზეთის მკვიდრებისთვის, განსაკუთრებით აფხაზებისთვის ჰქონდათ სპეციალური ლიმიტები უმაღლეს სასწავლებლებში, რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში. და შეღავათიან პირობებში თითქმის უგამოცდოთ, ასე თუ ისე შედარებით ნიჭიერ ახალგაზრდებს სასწავლებლად ღებულობდნენ მოსკოვის, პეტერბურგის და სხვადასხვა სასწავლებლებში, უმაღლეს სასწავლებლებში რუსეთის. ხელს უწყობდნენ, რომ ეს ახალგაზრდობა წამოსულიყო და იქ ესწავლათ. ახლა რა იყო ამაში ჩადებული ამ პოლიტიკაში? ის რომ ახალგაზრდა მიდის რუსეთში სასწავლებლად საშუალო სკოლის აქ დამთავრების შემდეგ და იმ საშუალო სკოლაშიც მეოთხე კლასამდე ასწავლიდნენ აფხაზურ სკოლაში აფხაზურს და მე მხოლოდ აფხაზურ ლიტერატურას ერთ საგანს და ხანდახან გეოგრაფიას, ისტორიას მცირე საათებით ასწავლიდნენ მაღალ კლასებში. ხო და თვითონ აფხაზურს იმ პერიოდშიც ვერ ეუფლებოდა მოზარდი. ფუნდამენტურად და ისე რომ კარგად ცოდნოდა მას თავისი მშობლიური ენა. ძირითადი მისი სამეთყველო და საუბრო და საგანმანათლებლო ენა იყო რუსული. და ეს ახალგაზრდა მიდიოდა რუსეთში უმაღლეს სასწავლებელში სასწავლებლად. იქ სწავლობდა გარკვეული წლების განმავლობაში და ფაქტიურად ის ხდებოდა რუსულენოვანი სპეციალისტი. გარემო მაინც ზემოქმედებას გარემოც და იქაური სიტუაციაც საგანმანათლებლო სისტემაც აყალიბებდა სპეციალისტებს რუს სპეციალისტად და აი სწორედ რუსული ორიენტაციის რუსული სპეციალისტი უბრუნდებოდა აფხაზეთს მის ქალაქებს, რაიონებს, სოფლებს სპეციალისტად. და ეს ხალხი ორიენტაციას იღებდნენ, რუსული ორიენტაციის იყო. აქედანაც ეს ერთ-ერთი საშუალება იყო, ერთ-ერთი საშუალება რუსეთის იმპერიისთვის ერის ასიმილაციისა. ხო და იმ პერიოდში მეთქი ვამბობ, ჩემი სტუდენტობის დროსაც ბევრი აფხაზი ვერ ლაპარაკობდა, ვერ საუბრობდა თავის მშობლიურ ენაზე აფხაზურზე. ესე რომ მაშინაც იყო უკვე მორყეული საფუძვლები მშობლიური ენის როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის ეს საფუძველი იყო მორყეული მაშინაც აფხაზებისთვის. ქართველებს ჩვენ ეს შედარებით რა თქმა უნდა ნაკლებად გვეხებოდა
მაგრამ მიუხედავად ამისა, რახან ამ საკითხზე შევჩერდით, მინდა კიდევ ისიც ვთქვა, რომ ტენდენცია რუსული განათლების მიღებისა სოხუმში მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მე ქართული სკოლის ძირდველი ქართული სკოლის დირექტორი ვიყავი, იყო ასეთი ტენდენცია, მიმართულება. და რატომაც, რაც მე ვთქვი, წინათ, რაც აფხაზებისთვის კეთდებოდა, რომ შეღავათს უწევდნენ და თითქმის უგამოცდოდ ღებულობდნენ, შეღავათიან პირობებში ღებულობდნენ უმაღლეს სასწავლებელში რუსეთის, და ის რომ ქართველ კაცს ან ქართველ ბავშვს, ქართველი კაცის შვილს გაადვილებოდა უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა რუსეთის ტერიტორიაზე. ამიტომ საკმაოდ ბევრი იყო რუსული სკოლაც იგივე ქალაქ სოხუმში. და რომელსაც ავსებდნენ, რომლის კონტინგენტი იყო, რა თქმა უნდა, რუსულენოვანი მოსახლეობაც და იყო ძალიან ბევრი ქართულენოვანი მოსახლეობის და ქართველთა შვილებიც. ხო და აი ჩვენ და თითქოს უწყინარი პროცესია ეს, ხო? და ჩვენ თითქოს უწყინარი იმერე რა, რომ ახლა ბავშვი რუსულ სკოლაში ისწავლის. მერე განათლებას მიიღებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში. უფრო ფართო არეალი ექნება აზროვნების, შესაძლებლობების. ხო და ის ხო არ დაკარგავს ქართველობას. არა და სინამდვილეში ნელა კარგავს ქართველობას, როდესაც ის არ იზრდება შოთას ენაზე, ხაგაგის ენაზე, მშობლიურ ენაზე, ილია ჭავჭავაძის ენაზე, გოგებაშვილის დედაენით არ იზრდება ბატონო ჩემო. და ის ღირებულებები, რაც აი ამ ჩვენს კორიფეებს და ტურის კორიფეებს ჰქონდათ, აი ამ ღირებულებებით თუ არ იზრდება ახალგაზრდა, იმას რა მნიშვნელობა აქვს, იმას რა გვარი აქვს, ქართული გვარი აქვს, აფხაზური გვარი აქვს, თუ სხვა გვარი აქვს, ის პიროვნება როგორც ასე ყალიბდება იმ ერის წარმომადგენლად, რომელიც ხდება მის მშობლიური ენა. კი, თორე აგერ ნადარაიასაც ქართული გვარი აქვს. მაგრამ ის არ არის ქართული პოლიტიკის და ქართული იდენტობის მატარებელი. დიახ, ეგ არის. ადამიანები ნელა იდენტობას კარგავენ ენასთან ერთად, ამიტომაც არის ჩვენ მეც იმის მერე რაც გამოძიებული ვიქენით აფხაზეთიდან, იმის მერე სწორედ ამას ვემსახურებ, იმიტომ რომ ამ როგორმე ენისი წმინდეს და იმის პროპაგანდას, რომ ქართველებმა ჩვენი ქართული ენა ჩვენ თვითონ მას მოუვაროთ და ოკუპირებულ ტერიტორიაზეც როგორმე მივხედოთ, რომ იმდენადმე გავაკეთოთ, რომ ჩვენმა თუნდაც გალელმა ახალგაზრდობამ თავიანთი ქართული იდენტობა არ დაკარგონ. აი რამდენიმე წიგნი გაქვთ გამოცემული და ერთ-ერთს რომელიც პუბლიცისტური წერილებია, გრიგოლ ორბელიანის წინასიტყვეობა აქვს რა ერი წახდეს, ენაც დაეცეს. აი ამ წიგნში ძალიან საინტერესო არის ის გრაფიკული სქემა, სადაც მოსახლეობაზეა საუბარი, იმ სკოლებზეა საუბარი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო და ხო, ანუ აი ამ წიგნში, რომელიც ახლა მე ხელში მიჭირავს, ომამდე, ანუ 1990 წლამდე ირკვევა, რომ ესე იგი აფხაზეთში სულ იყო 99267 აფხაზი იყო, 229872 ქართველი იყო, 74914 რუსი იყო, 76551 სომეხი იყო და სხვა ერის წარმომადგენლები იყვნენ 40467. აი ეს მონაცემები საიდან შეკრიბეთ? ეს მონაცემები ჯერ კიდევ აი საბჭოური პერიოდიდან, ჩვენი სოხუმში ყოფნის პერიოდიდან იქიდან მოდის ეს და ეს არის უტყუარი მონაცემები. და ამასთან დაკავშირებით რა მინდა გითხრათ კიდევ, რომ აი მოსახლეობის რაოდენობა ეროვნების მიხედვით ხომ ჩამოთვალეთ. აი სკოლების ქსელი, სწავლების ენის თვალსაზრისით და გრადაციით აი შეესაბამებოდა მოსახლეობის რაოდენობას. ქართული სკოლების რაოდენობა იყო ყველაზე მეტი და ბევრი. ეს სქემაც არის აქ მოწმული. დიახ, ეს სქემაც არის იქ მოტანილი. გაგრა, გუდაუთა, სოხუმის რაიონი, გულივში, ოჩამჩირე, ტყარჩელი, გალის რაიონი და სულ აფხაზეთის. დიახ, და შესაბამისად ეს საბჭოური პერიოდი ომამდე შეესაბამებოდა, შესაწყისობაში იყო მოსახლეობის რაოდენობასთან სკოლების სექტორები. ქართული სექტორი, რუსული სექტორი, აფხაზური, სომხური და ასე შემდეგ. ანუ რა შეცვალა შემდგომ ომის შემდგომ სურათი რადიკალურად იცვალა. ქართველები გამოაძევეს წიგნშიც არის თქვენ რახან როგორც ჩანს გაეცანით ამ წიგნს. და
მიხეილ სუსლოვის სიტყვები, როგორ უნდა გავაძევოთ ქართველები აფხაზეთიდან მისი ესეთი საიდუმლო მოხსენების შინაარსი ჩანს, რომ მან გაახმოვანა რუსეთის იმპერიის მიზანდასახულება, რომ აფხაზეთიდან უნდა დაიწყოს ქართველთა გაძევება საქართველოდან. ხო და აი იმ გეგმის შესაბამისად მოხდა ის, რომ ჩვენ მართლა გამოგვაძევეს აფხაზეთიდან და აფხაზეთიდან გამოძევების შემდეგ, ესე იგი ქართველთა რაოდენობა არა მარტო შემცირდა, ესე იგი დავიდა მინიმუმამდე და მარტო გალის რაიონში მერე ისე უკან მობრუნებული მოსახლეობის დონემდე. ხო და ახლა კომპაქტურად გალის რაიონში, მხოლოდ გალის რაიონში ცხოვრობენ ძირძველი ქართველები. თქვენი კვლევის კუთხეში და ამიტომაც ესე იგი მე კიდევ გალის რაიონის რიგი სოფლებისა მიაკუთვნეს ოჩამჩირის რაიონს, რომელიც ვითომ აფხაზური იყო, მიაკუთვნეს ტყვარჩელის რაიონს, რომ ამით გაემართლებინათ იქაც რუსული სკოლების გახსნა და ქართული სკოლების დახურვა იმ ტერიტორიებზე და მოჩნდა, რომ ესე იგი მოსახლეობაც ნაკლებია ბატონო ჩემო და ამიტომაც სკოლების რაოდენობა ქართულისა ნაკლებია ამბობდნენ აქამდე, ახლა კი ქართული სკოლების საერთოდ იკრძალება როგორც თავში თქვით. კი ბატონო, ანუ თქვენი კვლევის თემა, რომელსაც თქვენ აი ამ ხნის განმავლობაში იკლოთ, ეს არის იმპერიალისტური პოლიტიკა, ენობრივი პოლიტიკა კავკასიაში. და ჩანს, რომ ძალიან სერიოზულად იგეგმება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ეს ენობრივი პოლიტიკა. ფიქრობ თუ არა, რომ რაიმე ენობრივი პოლიტიკა ქართულ მხარესაც უნდა კონდეს კონცეფციის სახით, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი? კონცეფციის სახით წარმოდგენა აუცილებლობას მე ვერ ხედავ. იმიტომ რომ ახლა საქართველოში და ესე იგი ენგურს გამოღმა საქართველოში, მხედველობაში ენგურს გამოღმა საქართველოში, აქ დღესდღეობით ჩვენ დიდი რაიმე პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გვაქვს. ოკუპირებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა გქონდეს. მაგრამ აი რა დონეზე გადაწყვეტს ამას სახელმწიფო, როგორ მიუდგება ამ საკითხებს, ეს უკვე სახელმწიფოს გადასაწყვეტია და ჩემს დონეზე ყოველ შემთხვევაში ეს ამბავი ვერ გადაწყდება და ვერც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დონეზე. ანუ ვინ უნდა მუშაობდეს, ვინ უნდა შექმნას ეს ენობრივი პოლიტიკა? პირველ რიგში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. იქიდან უნდა მოდიოდეს ჩვენთან ერთად, ანუ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად. უნდა იქნეს ეს შემუშავებული და იმ სამინისტროსთან ერთად, რომელსაც დღეს შერიგების სამინისტრო ქვია. დიახ, შერიგება იმასთან, რომ ქართველებს უბრძალავენ ქართულ ენაზე სწავლებას, ალბათ გაგვიჭირდება და გაგვიძნელდება საბოლოო ჯამში და გაგვარგინებს ამ ტერიტორიას. აი, თქვენ იყავით პირველი საშუალო სკოლის გიმნაზიის დირექტორი, ხო? აი, რა ტრადიციების მატარებელი იყო ეს სკოლა? როგორ აქ აი ამ გადაცემის ფორმატი ალბათ არანც არ ეყოფა ამ ტრადიციებზე რომ ვისაუბროთ, მაგრამ ძალიან მოკლედ. ეს იყო ძალიან ტრადიციული სკოლა, სადაც ესე იგი ძირითადად ტრიალებდა ქართული სული, მოდი ასე ვთქვათ. აქ იყო განსაკუთრებით შერჩეული პედაგოგები, რომლებიც ძალიან მაღალ დონეზე ასწავლიდნენ ბავშვებს ქართულ ენასაც, საქართველოს ისტორიასაც, გეოგრაფიასაც, ასწავლიდნენ პატრიოტიზმს, ქვეყნის სიყვარულს, ქართველი მწერლებისა და მოღვაწეების შემოქმედებიდან ზრდიდნენ ბავშვთა სულს, ქართველებად ზრდიდნენ მათ და უდიდესი მთავარი ტრადიცია იყო ქართველთა აღზრდა ამ სკოლაში. ქართველების ქართველებად აღზრდა. ეს ვთქვათ, აი ძალიან მოკლედ ეს არის ტრადიცია მთავარი. რა ბედი ეწია შემდგომ ამ სკოლას? არის ახლა შემორჩენილი? ეს სკოლა აი ამ წიგნშიც არის ფოტოები მოცემული და მინდა ეს ნახოთ ჩვენ
ფოტო, სადაც შოთა რუსთაველის სახე ბარელიეფია შენობის ფასადზე. ეგ ახატული. აი. აი თქვენ აჩვენეთ, ხო? აი შოთა რუსთაველის ბარელიეფი კარგად ჩანს, ხო? და მომდევნო გვერდზე არის უკვე სკოლა დღეს. ეს სკოლა დღესაც არის. აი ეს სკოლა, იგივე სკოლაა, ცოტა სხვაფერად შეღებილი, მაგრამ კარფანჯებ დაკეტილი როგორც ხედავთ. ომის დამთავრების შემდეგ შოთა რუსთაველის ბარელიეფი რა თქმა უნდა ჩამოაცილეს ამ სკოლას. სხვაფერად გადაღებეს და ქართული ბავშვების ნაცვლად იქ შევიდნენ აფხაზი ბავშვები და დღეს იქ არის აფხაზური სკოლა. და კიდევ კარგი რომ არის აფხაზური სკოლა და არა რუსული სკოლა. თუმცა ის აფხაზური სკოლაც, მე რომ გითხოთ, მაინც რუსულია, მაგრამ სახელი მაინც გვია აფხაზური და ეს უკვე საქმეა. ხო, თუმცა თავი ფასადია. არ არის თავი, ხო? თავი არის შინაარსი. შინაარსი და შინაარსით ის არის ის რითაც რუსულ აფხაზური ან უпроსტად რუსული. ხო, რითაც ისინი ალბათ თავიანთ იდენტობას ნელ-ნელა კარგავენ. ხო, მაგრამ ეს არის, კი, ახლა მე იმას ვერ ვიტყვი, რომ აფხაზი ერი იმდენად დაკნინდა, რომ მას არ უნდა შენარჩუნება თავისი იდენტობის. უნდა დიახაც. მაგრამ ამის ხმამაღლა ამაზე ხმამაღლა საუბარს დღეს ისინი ვერ ბედავენ. დრო ოკუპირებულია ტერიტორია. რუსეთის რუსული დიქტატის გამო. აი ამ დიქტატის ქვეშ რომ არიან ამის გამო. და მე იმედი მაქვს, ახლა როგორც წიში არის აქ ნათქვამი, მე ნამდვილად ოპტიმისტი ვარ და თანაც უბრალოდ ოპტიმიზმზე არ არის ეს ჩემი აზრი დამყარებული, იმაზეც არის, რომ რეალობაზეც რომ მე ასე მგონია. ჩვენ ქართველები და აფხაზები, ჩვენი მომავალი თაობები აუცილებლად აფხაზეთს ააშენებენ, ააყვავებენ ერთიან ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში და აფხაზებიც და ქართველებიც ღირსეულად იცხოვრებენ იმ ჩვენს ძირძველ მიწაზე. მე ასე მგონია და არ შეუშლის ხელს რომ ის ყოფილი აფხაზური მე-10 სკოლის მოსწავლეები დღეს რომ ქართული პირველი სკოლის შენობაში სწავლობენ, ჩვენი დაბრუნების შემდეგ ისინი ღირსეულად დაუბრუნდებიან თავიანთ მე-10 სკოლას. ჩვენი ბავშვები კიდევ ისევ შეავსებენ იმ აუდიტორიებს და საკლასო ოთახებს თავიანთი მშობლიური სკოლისას და ერთობლივად როგორც იყო ეს ადრე ქართველები და აფხაზები ისევ ერთად ზღურად ცხოვრობენ. მე ამის იმედი ნამდვილად მაქვს. მე მინდა ამას მოვესწრო. არ ვიცი ამას მოვესწრობი თუ არა. ძალიან კი მინდა რომ ახლა მოვესწრო ამ პერიოდს და იმ პირველ სკოლაში ფეხი ისევ მე შევდგა და ჩემი პედაგოგები გამოყვნენ ჩემი ბავშვები და ეხლა თუნდაც ერთი დღე კი ბატონო. თქვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდით იქ, ალბათ ბევრი მეგობარი გყავთ აფხაზი. აი რას ეტყოდით ამ ადამიანებს? მე იმას შევეტყოდი რომ მე რა მარტო მეგობრები და კოლეგები მყავდა აფხაზები, მყავდა ნათესავებიც აფხაზები. მყავს ჩემი ნათლულიც აფხაზი ბავშვი. თვითონ უკვე დედაა და ბავშვები ყავს ესეთი. ხალბატონი. მე ეს ხალხი ნამდვილად ჩვენს ახლობელ მეგობარ და საყვარელ ხალხად მიმაჩნია. ჩემი ახლობლები ვინც არის და ზოგადად მთლიანად ამ ერის წარმომადგენლებიც. იმას ვეტყოდი რომ არ დაკარგონ თავიანთი მეობა. არ დაკარგონ ყველაზე ძვირფასი მათთვის ჩემი გადასახედიდან ყველაზე ძვირფასი რაც არის აფხაზობა. დიახ. აფხაზებმა აფხაზობა არ დაკარგონ და ნუ გარუსდებიან. აი ამას ვეტყოდი მე. კი ბატონო. დავიტოვოთ ეს იმედი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ დღევანდელი სტუმრობისთვის. ამე კი ჩვენს ტელემაყურებლებს ვეტყვი გრიგოლ ორბელიანის ამ ძალიან ცნობილ ფრაზას რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს და მე იმედი მაქვს რომ აფხაზები არ დაეცემიან და ისინი შეინარჩუნებენ ქართულ ველში აფხაზური ენის ცოდნას. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.